ადგილობრივ როგორც ყო რუსეთი გამოადგება და მე იმდენი მოსავალიც ვაიღო და ისა ევროპაში ვერ წავიღებ და აქედან აქ რუსეთში ყოველთვის გავიტანა. მამაჩემის ძმისშვილები იქითა ცხოვრობენ, დედაჩემის ბიძაშვილები, ბიძები იქითა ცხოვრობენ, მაგრამ ცხოვრებაში არ ყოფილი ვარ იქითა, რაც ეს ვიზები და ის შემოიღებს და ევროპაში დიდ ბოდიშს მოგიხდით, შემოდაო, მაგრამ ევროპას სულ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს საქართველო და ჩემი ძველებული საბჭოთაკავშირი. კი ბატონო, ევროპაში მე სადამ ცოცხალი ვიქნებ ვერ შევდებით წასვლას, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფიზიკა, დიდი თანხა გინდა, დიდი ხარჯები გინდა, მაგრამ ამდენი თანხა რომ მქონდეს ევროპაში რაღაც მიდიო, იქნები აქ. აქაურ მოსახლეობას გამოადგება ყველგან და ყოველთვის რუსეთთან მისვლა-მოსვლა, იმიტომ რომ რუსეთთან მისვლა-მოსვლა ჩვენ არაფერი არ გვიждდება. და ევროპაში კიდე ვერ ჩემი წინაპრები მოხდებიან და მოხდებოდნენ და ვერ ჩვენა და ვერ ჩვენი შვილები კიდე. და ჩვენ ამიტომ გვირჩევნია, აგერ ჩვენ გარეთ გასვლაც არ გვინდოდა, ჩვენი ბაზარი იყო რუსეთში. შემოდიოდნენ და თვითონ გაყოლდათ ბაღებიდანვე ყველაფერი, ვაშლიც და ყველაფერი ხილი. ახლა მოსახლეობაზე რა გითხრა, მაგრამ ისე კარგია, მაგრამ მოსახლეობის არ ვიცი ახლა. მოსახლეობას ახლა სხვა რაღაცა აინტერესებს. მოსავალს რომ მოიყვანს თუ არ გაყიდა, იმას რა შეჭირდება ახლა ევროპაში წავსვლელი დასასვენებლად არ არის ნახდათ. და მოდი აქ. ორთავე კარგია, ვისაც საითაც უნდა იქით წავა, მაგრამ საწყალი ხალხისთვის რუსეთში უფრო კარგია. იმიტომ რომ ახლა და ბაზარი ეკინებოდა რაღაცა დაბალი ფასია გზაც და რაღაცას თუ იყიდი ახლო ჩავიდა ევროპაში რო ჩავიდე ერთი 10,000 მინდა და სადამ 10,000 ჩემი სტანა ხალხი იქ არ წავა აი რო დაუყარო ფული მარტო გზის ფული სად ვის რა თქვენ არ იცით ხალხს როგორ უჭირთ აი შიმშილის ზღვარზე არიან